ჩვენ ვიწყებთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან. პირველი სტუმარია თენგო თევზაძე, ის წარმოადგენს კოალიციას ცვლილებებისთვის. თენგოს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. მე მინდა პირველ რიგში ჩვენ ვილაპარაკოთ ევროკომისიის პრესპიკერის პასუხზე, რომელიც მან გასცა ქართულ ჟურნალისტს, რომელმაც კითხა ევროსკოპს გამოცემას, რომელმაც კითხა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს, ან რას გულისხმობენ, როდესაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის აღდგენაზეა საუბარი და მათი პასუხი იყო შემდეგი და ამ პასუხში პრინციპში იყო ჩამოთვლილი რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის შიგნით და მე მინდა ვილაპარაკოთ ამაზე, თქვენი აზრით რამდენად არის ეს კრიზისიდან გამოსავალი. ეს არის ეძებოს კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლებამ, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, ევროკავშირის გზაზე დაბრუნების სურვილი აჩვენოს, შეწყვიტოს ძალადობა და დაკავებულები გაათავისუფლოს, რეპრესიული კანონები გააჩეროს და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიებაზე იფიქროს. თქვენ ხედავთ თუ არა თქვენს თავს და როლს ამ გზამკვლევში და რა შეიძლება ეს იყოს? პირველ რიგში მოგესალმებით, დიანა, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს არის ფორმულა, ანუ პირველი ნაბიჯი თუ რა უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ. აქ შეიძლება შემოვიდეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლს და უпростоრად იმ კითხვაზე გაცემულ პასუხის ნაწილში არის ეს საკითხები, რაზეც უნდა ვესაუბროთ ქართულ ოცნებას და სად არის მან ჩამონათვალში არჩევნები, ხო? კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არჩევნები როგორც ჩანს არის უკვე შიგნით შეთანხმების თემად დატოვებული. არჩევნები არის ის საკითხი, რომელიც აი დიალოგი განახლდეს, ხო? დიალოგი განახლდეს არის სწორედ ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ვიმსჯელოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებთან, მის ჩატარების პირობებთან და ასევე ვიმსჯელოთ იმასთან, თუ ვინ უნდა იყოს არბიტრი ახალი არჩევნების ჩატარების პირობებში. თუმცა ესეც ვთქვათ, რომ აქ მკაფიო არის იქ უსამართლო დაკავებულები გაუშვას, რეპრესიული კანონები შეაჩეროს და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთივე მკაფიობა არჩევნები ჩაატარეთ არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის განახლება, ჩემი აზრით, ამას გულისხმობს. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი. პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციას, პროევროპულ პარტიებს აქვს შემდეგი მესიჯი: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. სამოქალაქო აქტივისტები და პროტესტი, რომელიც ქუჩაში დგას, მშობლებთან ერთად, მათ უფრო მეტად ხისტი გახადეს მოთხოვნა. ანუ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი უკვე აღარ არის. მათ გაზარდეს მოთხოვნა და პირდაპირ საუბრობენ მთავრობის გადადგომას. ანუ მათი აზრით ქართული ოცნება არც ერთ ვითარებაში, ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს, ხო? ვიცით, ამაზე ძალიან დიდი დისკუსია. საუბრობს ამაზეო რა? სამოქალაქო აქტივისტები და ის პროტესტი, რომელიც რუსთაველზეა. პოლიტიკური შეთანხმება თუ შედგა, ეს იქნება აქტივისტებთან, თუ ეს იქნება ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შორის. მაგრამ ქართული ოცნება, რაც უფრო დროში გაწელავს იმას, რომ ის არ წამოვა დიალოგზე და დიალოგზე ჩვენ ასე ვთქვათ ვესაუბრებით არა ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, არამედ მხარეს უნდა ვაღიაროთ და ყველა აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება არის მხარე, რომელმაც გაყალბებული არჩევნების გზით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და ქართულ ოცნებას პოლიტიკური ოპოზიცია მაინც და ეს სადისკუსიო საგანია ესაუბრება რაზე? დემოკრატიზაციის და დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე. სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი არბიტრით და მოდი შევეჯიბროთ ერთმანეთს. პირდაპირ გეტყვით, ამ პირობებშიც კი ეხლა რაც მე ჩამოთვალე და რაც არის მოთხოვნა, ქართული ოცნება უპირატეს მდგომარეობაში, იმიტომ ჯერ კიდევ ის ინარჩუნებს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, შიგნით აქვს მნიშვნელოვანი კრიზისი, ის წარმოადგენს ხელისუფლებას, მას აქვს წვდომა ბიუჯეტზე და სახელმწიფო რესურსზე, მას აქვს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კარგად დამუშავებული ამომრჩევლის ბაზა და ისეთი საარჩევნო მოდელი, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ამის მიუხედავად შეთანხმებაზე წასვლა რას გულისხმობს? ხელისუფლებაში აღარ იყოს ბიუჯეტს ხელი გაუშვას, ანუ აი შეთანხმების პირობად რა მიგაჩნიათ? ეს არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ მაშინ ხომიცით რამდენად რეალისტური ესეც არის. გეუბნებით ჩვენი მოთხოვნა რაც არის იმაზე ვსაუბრობ. მაშინ პროტესტი უნდა იყოს. ოცნება ამბობს მე ჩავატარე არჩევნები, მე ვარ ხელისუფლებაში. თქვენ ეუბნებით ეს არ არის ისეთი არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენ ვაღიარებთ მის ლეგიტიმაციას. აი, სად შეიძლება იყოს გამოსავალი? სწორედ მაგ შეკითხვის გაგრძელება არის, რომ ჩვენ ვაპირებთ მათთან კონკურენციას და მათზე გამარჯვებას. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ უბრალოდ წასვლას მათ და ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ
ჩვენ წინა ეთერში ვსაუბრობდით. მაშინ ყველამ უნდა ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თქვენ არ ვიცი დარწმუნებული ვარ ადევნებდით თვალყურს, როგორ იქცევა სისტემა მათ შორის პოლიტიკოსების მიმართ და ცდილობს გამოკეტოს თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობით ციხეებში. აქედან და ჩვენ მქონდა ჩვენს პარტიის წევრებს და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს აქვს სასამართლოები ერთი მეორეს მიყოლები. ჩვენ რასაც თავაზობთ, ეს არის ოპტიმალური და ამ ოპტიმალურში შესაძლოა საუბარი შედგეს. კიდევ ერთხელ გამოვიდეს. ვერას თავაზობთ, არჩევნებს სამართლიანი არბიტრი თუ სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციის. ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, ოღონდ ეს არ არის ერთადერთი. კი ბატონო, ხელისუფლების განთავისუფლება. პოლიტპატიმრების განთავისუფლება ჩემი დაკვირვებით არის თემა, რომელიც ნებისმიერ ვერსიაში იქნება წამყვანი. კი ბატონო, ხელისუფლებამ რომ თქვას სიტყვაზე არ ჩანს ეს არ უჩანს ამის პირი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რომ თქვას რომ ვიღებ მე ამ ევროკომისიის პრესპიკერის ან ევროკომისიის პოზიციას ვიღებ როგორც გზამკვლევს და მოდით დავიწყოთ უსამართლო დაკავებულების გათავისუფლება. კი ბატონო, ძალადობა შეწყვეტილი გვაქვს რომ თქვას აი ნახეთ აღარ ხდება ის რაც თქვა დეკემბერში ხდებოდა, ვაჩვენებთ ჩვენ ერთგულებას თქვა მიუყვებით ამ პროცესს და ასე შემდეგ. ანუ და მოდით ვილაპარაკოთ. თქვენ მზად ხართ სალაპარაკოდ? ჩვენ მზად ვართ სალაპარაკობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიდება ახალი არჩევნები. ეს ძალადობა ეს ლაპარაკის შედეგად უნდა დაიდოს თუ ჯერ არჩევნები და მერე ვილაპარაკოთ? არა, უყურეთ. სალაპარაკო საკითხი უნდა იყოს არჩევნები. სალაპარაკო საკითხი უნდა იყოს პოლიტპატიმრები, სალაპარაკო საკითხი უნდა იყოს ევროინტეგრაციის გზის აღდგენა და დამატებითი დოკუმენტი, ერთი რაც კონსტიტუციაში გვიწერია, მეორე მხრივ დამატებითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. და მათი სიტყვების უკანწაღება. ეს არის ის, რაზეც შეგვიძლია დავიწყოთ ლაპარაკი და ამაზე შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ შემდეგ ტექნიკურად ამის აღსრულება როგორ იქნება. არჩევნებამდე როგორ მივალთ, მათ შორის იმით, რომ მშვიდობიანობა იყოს. თქვენ ძალადობა მანდამაინც ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობთ ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვთქვი ძალიან მარტივად რომ შევხედოთ აი ოცნების ლიდერებმა რომ თქვან. ახალი არჩევნები უნდა იყოს მაგიდაზე და ამის ირგვლივ საუბრობდეს პოლიტიკური ლიდერები. პირდაპირ გეტყვით, მათი ძალადობის არავის არ ეშინია. გავიდა ოქტომბრიდან, რა ვიცი, უკვე მე-6 მე-7 თვე და ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, ათეულობით ადამიანი არის საპატიმროში, ასეულობით ადამიანი არის ადმინისტრაციულად დაკავებული იყო, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, აი კოალიციად ცვლილებისთვის. 3 ლიდერს აქვს სისხლისამართლის პასუხისმგებლობა. ლელოდან 2 ლიდერს აქვს სისხლისამართლის, გიორგი ვაშაძეს აქვს სისხლისამართლის პასუხისმგებლობა. ანუ ფაქტურად ლიდერი არ დარჩა ქვეყანაში ოპოზიციის, რომელსაც არ კონდეს ბრალი წარდგენილი და თქვენ ამ პირობებში ვინმე ფიქრობს იმას, რომ აი რაღაცა შესაძლოა გავითვალისწინოთ ოცნების დაპირება, რომ ძალადობა შეწყვეტს ან ამის შემდეგ რაიმენაირად ქართული ოცნება დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, როდესაც ყველა ოპოზიციონერი საერთოდ არის ბრალდებული და მათ მიმართ მიმდინარეობს სისხლისამართლის საქმეები. გამორიცხულია. ორი პირობა, ორი მოთხოვნა არის და ამ ორ მოთხოვნის ირგვლივ შესაძლებელია არსებობდეს სასაუბრო. შესაძლებელი კი არა აუცილებლად სასაუბრო. სხვა შემთხვევაში კოალიცია ცვლილებისთვის ვერ მიიღებს ამ ფორმატებში მონაწილეობას, მეცაც გეტყვით, მე საერთოდ არ მომწონს კვირაში ერთხელ რომ რაღაც ახალი ფორმატი იქნება და თქვენ მას შორის აშუქებთ ამ ფორმატებს და ერთი და იგივე ადამიანების ხედან ყოველ კვირას სხვადასხვა ფორმატით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე საკით ვცდილობთ, რომ ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კაფიო გეგმა და ხედვა არ არის. ერთი ფორმატი ამბობდეს მაგალითად იმას, რომ რაღაცა არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ მოდელით, მეორე ფორმატი საერთოდ ღიად ვერ ამბობდეს იმას, გავდივართ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. და ეს ორი ფორმატი არსებობდეს და ამ ორ ფორმატში ერთი და იგივე ადამიანები იყოს. მე თენგო თევზაძეს ძალიან გული მწყდება, რომ ესეთ სიტუაციაში ვიმყოფებით. ძალიან ხო ხვდებით რასაც ვამბობთ. ერთი ფორმატი არსებობს, 3-4 ფორმატია ახლა ჯამში. ერთი ფორმატი ამბობს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს რაღაცა პირობითად ვამბობთ სექტემბერში და თუ არა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ გავდივართ. ერთი და იგივე ხალხის ხედან იქ
ასევე არსებობს მეორე ფორმატი სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც საერთოდ ვერ ამბობს გავლენ თუ არა არჩევნებზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ტელევიზიით ადამიანები ამას თვალყურს ადევნებენ, ჩვენი ამომრჩეველი, კრიტიკული ამომრჩეველი, ოპოზიციური ამომრჩეველი, პროდასავლური ამომრჩეველი, პატრიოტი ხალხი თვალყურს ადევნებს და გაურკვევლობაა და შემდეგ ჩვენ მათ შორის ოპოზიციას ვიკვირს რატომ არის საზოგადოებაში გაურკვევლობა. დიახ, ამისთვის არის გაურკვევლობა და ბუნდოვანება, როცა ვერ ვახერხებთ პრინციპულობას. აი მე და თქვენ ავიღოთ სადისკუსიო საწყისი წერტილი. საწყისი წერტილი არის მაგალითად, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ უნდა იყოს. ალბათ თანხმდებით, ალბათ კიდე დაწესებულად. რა თქმა უნდა, ეს არის არც პოლიტიკაში ჯდება, არც სანახაობაში არ ჯდება. სრული ორგანოს სრულად არ არის დემოკრატიის ელემენტარულ არ ვიცი. კი ბატონო, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ იყოს. ამისთვის გამოსავალი რა არის? რომ ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ ეს პარლამენტი გახდეს მრავალპარტიული, თუ ქართული ამომრჩეველი დარწმუნებული ვარ გადაწყვეტს, რომ ოცნება გაუშვას და იყოს კოალიცია. ერთი გამოსავალი. მეორე გამოსავალი, შეიძლება ვიღაცისთვის ცუდი, მაგრამ ცუდი ვერსიაც განვიხილოთ, ხო? ქართული ოცნება იგებს. იმარჯვებს, მაგრამ მცირე არ მოგწონს თქვენ შედეგი ვთქვა. მცირე უპირატესობა გვაქვს, უპირატესობა აქვს და ასე შემდეგ. ან ოპოზიცია იმარჯვებს მცირე უპირატესობით და ასე შემდეგ. ეს არის უყურეთ საწყისი წერტილი. ჩამოვაყალიბეთ მე და თქვენ და რამოდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ეს არის თანმიმდევრულობა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეხლა ოღონდ ძალიან მოკლედ და ასე ვთქვათ, ეს არის თანმიმდევრულობა. ხოლო ამომრჩეველი როცა უყურებს 4 ფორმატია, ერთი და იგივე ხალხის ხედან ამ 4 ფორმატში და სხვადასხვა რაღაცას ლაპარაკობენ, ეს აღარ არის თანმიმდევრულობა და ამას ვამბობ ძალიან მკაფიოდ და პრინციპულად. ახალი ადამიანების შემოერთება არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ადამიანები იყვნენ მარტო სპიკერები და მოლაპარაკებები. ახალი ადამიანები ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს პოლიტიკა პრინციპული და თანმიმდევრული და კოალიცია ცვლილებისთვის პარტია ახალს აქვს ამის ამბიცია, რომ ჩვენი პოზიციები იქნება პრინციპული და თანმიმდევრული. პირადად მე ვფიქრობ, რომ თუ და აუცილებელია ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს პრინციპულ საკითხებს. აი პრინციპულს დავანებოთ ამ ტექნიკურ საკითხებს. ეხლა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2 წევრი ეყოლება კოალიცია ცვლილების თუ 4 და აი რაღაც ტექნიკურ საკითხებს საბოლოო ჯამში ეს ქრის დიდ პრობლემას. პრინციპულ წევრი, აი მარტივი შეთანხმება დავიწყეთ მე და თქვენ საწყისი წერტილად ავიღეთ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არის ცუდი და რამოდენიმე ვერსია განვიხილეთ შესაძლო და ამ ვერსიაზე ვთქვით, რომ ესე შეიძლება მოხდეს. ესე უნდა ეს არის პოლიტიკა. და მანამ ქართული ოცნება არ შემოვა დიალოგში და არ გაღიარეს მხარეთ, სანამ პიტავი გეტყვით რა, ქართული ოცნება ბოლო პერიოდია, მას აქვს ძალიან დიდი კრიზისი, მეცაც გეტყვით, არ ცალიათ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის გარეთ აქვს ძალიან დიდი პრობლემები, ასევე შიგნით პარტიაში აქვს ძალიან დიდი პრობლემები. ორი მთავარი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ერთი სისტემის, რუსული სისტემის ნაყოფია ორივე, მაგრამ ვილუაშვილის და ღარიბაშვილის იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ ოცნებაში და ფაქტურად ეს ფრთები ჩამოეშალათ და ჩამოეშლება. და ამ კრიზისის ფონზე ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. უფრო მეტად მიმწოლები თუ საჭიროა ხისტები. საერთოდ რომ არ გაღიაროთ, ეს თქვათ, შეიძლება თავად გაღიარებენ, კრიზისი აქვთ, მაგრამ აი არ დაგელაპარაკოთ და არანაირი არჩევნები არ ჩანიშნოს და მოვიდეს კალენდრით 4 ოქტომბერი. რა უნდა გააკეთოთ თქვენ? სხვაზე კი არა, აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ეს ვერსია მე პირდაპირ გეტყვით, რომ სახელმწიფოსთვის არ იქნებოდა კარგი და იდეალური, მაგრამ ქართული ოცნებისთვის იქნებოდა უარესი ვერსია, იმიტომ რომ გამორიცხულია. აი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, ესე ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს არ არის რაღაცა შეპესე, რომ ესე მართოთ ან საქართველოს მსგავსი სახელმწიფო სანქციების პირობებში. ეს იქნებოდა ქართული ოცნებისთვის ყველაზე უარესი ვერსია, უბრალოდ ოპოზიცია უნდა იყოს ამ შემთხვევაში მომთმენი, მათ შორის ამტანი და ამტანის გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ლიდერები დააკავონ. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დააკავონ, ზოგიერთი შეიქმნას ფინანსური პრობლემა, მედიებს შეიქმნას პრობლემა, ანუ ეს ნიშნავს თქვენ რასაც საუბრობ, რომ ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობასთან ერთად ქართული ოცნება გადადის უკვე რეპრესიებზე. ხო, სხვა შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ სტატუს-კვო შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ეს სტატუს-კვო არ დგას მყარ საძირკველზე, არ დგას მყარ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ფაქტურად ქართული ოცნება კიდევ უფრო აძლიერებს რეპრესიებს, ეს ნიშნავს და ეს გრძელვადიანში არ ვამბობ. ახლოვადიან პერსპექტივაში ქართული ოცნებისთვის იქნება ტრაგიკული. პირდაპირ კეთხვით, ქართული ოცნება დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხდება. იმიტომ რომ ქართული ოცნება ყოველკვირა კვლევებს ატარებს, ქართულმა ოცნებამ მიცის როგორი ქართულ ოცნებას დაუდგება დრო კონკრეტული ვიდრე არჩევნებამდე, როცა ის დაგელაპარაკებათ. გაღიარებთ როგორც მხარეთ თუ როგორც ქართული ოცნება როგორც მხარეს გვაღიარებს ყოველ დღე ოპოზიციის ლიდერების ხსენებით, მათი მუქარით აკრძალვის, კომისიებზე დაბარებით და თითქოს რაღაცა
ბოლშევიკების მხრიდან პასუხის მოთხოვნით ქართული ოცნება ოპოზიციას აღიარებს. ოპოზიცია არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლებას. ქართული ოცნებისთვის ეს არის პრობლემა. ქართული ოცნება ოპოზიციას აღიარებს როგორც სერიოზულ ძალას. მაგრამ სარგებლობს ჩვენი პრობლემებით და ოპოზიციას აქვს პრობლემები. მაგრამ ოპოზიცია რო არ აღიარებს ქართულ ოცნებას ხელისუფლებად, ეგ არის მთავარი პრობლემა და არა ოპოზიციის აღიარება თუ არ აღიარება. ეს არის მნიშვნელოვანი და თქვენს მაყურებელს ეს რაც ახლა მე ვთქვი, უნდა კარგად აუხსნათ. კარგად აუხსნათ, ჩვენ არ ვაღიარებთ ხალხო და თქვენ არ აღიარებთ. ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა და ამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა არ მისცა ქართულ ოცნებას. ორ ვინმე შეუძლია ლეგიტიმაცია მიცეს საზოგადოებას და სუბიექტ, აი მე და თქვენ რომ რაიმე სპორტით ვიყოთ დაკავებული ერთმანეთის კონკურენციაში ვიყოთ და უბრალოდ თქვენი გამარჯვება არ ვაღიარო. მორჩენილია ხო იმ გამარჯვებას ფასი ეკარგება. ასეა ზუსტად ამ მომენტში. მე რომ ამბობდეთ რომ გავიმარჯვე, მე რომ ამბობდე რომ არ გაიმარჯვე და ჩვენ დავობთ ამ თემაზე და ეს იქნებოდა სადავო გამარჯვება. მადლობა თენგო დაგემშვიდობები. მაგ ტერმინში ვერ გეთანხმებით, სადავო გამარჯვება იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, გეტყვით სადავო გამარჯვება არსებობს და ეს არის დემოკრატიული ტერმინი, თლად თუ ინგლისურიდან გადმოვიტანთ არჩევნების ნაწილში საარჩევნო სამართალში, ესეთი არის ფინიშთან ახლოს მყოფი პარტია. უბრალოდ მინდა რომ დამატებით გითხრათ, ერთი წინადადება მინდა დავასრულებ, ფინიშთან ახლოს მდგომი პარტია. ანუ ცოტა რო დააკტა გამარჯვებისთვის და რაღაცა რო ცდილობს რომ მიიღწოს გამარჯვება. რაც შეეხება იმას, რაც 26 ოქტომბერს მოხდა, იქ სადავო არაფერია, კონსტიტუციური გადატრიალების გზით ქართულმა ოცნებამ სადა ხელისუფლების მიტაცება. ჯერჯერობით მათ ეს ვერ შეძლეს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ლეგიტიმაცია. მადლობა. მადლობა თენგო თევზაძეს, დავემშვიდობები, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.